ასე ერთ-ორ თვეში სამშენებლო ბაზრის მოთამაშეებს მუშაობის განსაახლებად ხელში ნაღდი ფული ეჭირებათ, რომლის დიდი ნაწილი არმატურაზე დაიხარჯება. დაახლოებით ამავე პერიოდში ელოდება ეს ბაზარი ქართული წარმოების არმატურის გამოჩენას და დეტალებზე ახლა გივი გიგენეიშვილი ისაუბრებს, ქართული ფოლადის კომერციული დირექტორი. დავიწყოთ ადგილობრივი ბაზრის პერსპექტივებით. თქვენ აქამდეც უშვებდით არმატურას, მაგრამ წილი ადგილობრივ ბაზარზე იყო საკმაოდ მწირი, იმიტომ რომ იყო მნიშვნელოვანი კონკურენცია უკრაინიდან ძირითადად, ხო? აი დღეს რა სურათი გაქვთ და აპირებთ თუ არა აი ამ ფულზე პრეტენზია გამოაცხადოთ? აუცილებლად. პირველ რიგში ჩვენი ღუმელების ელექტროფოლადის მშენებლობა უკვე მონტაჟდება, ბოლო ფაზაში არის გადასული და სადღაც 15 დეკემბრიდან დაიწყება უკვე სერიული წარმოება. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ხარისხი და ფასებიც ასევე მისაღები იქნება ჩვენი იაფი ნედლეულის ხარჯზე. Გასაკვირველია გვეგმოთ დიდი ნაწილი დავიჭიროთ ბაზრისა. რა ფასს უპირებთ რომ აპირებთ ჩვენი ფასი დაახლოებით 15-20%-ით იაფი იქნება ვიდრე შემოტანილი თუნდაც თურქეთიდან, თუნდაც უკრაინიდან. ადრე ჩვენ მუშაობდით კვადრატულ ნამზადზე, რომელიც შემოქონდა უკრაინიდან და ამიტომ ძალიან რთული იყო ფასი დაგეჭირა. ეხლა ხარისხი უკეთესი იქნება, რადგანაც ხარისხი იქნება იმ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით A500 S-ი, რაც არის უმაღლესი კლასის. პლუს 20% დაბალი ფასები. და გაქვთ თუ არა წინასწარი მოლაპარაკები კომპანიებთან? გასაკვირველი ეს თუნდაც ეს თანხის გამოყოფა მართალია ჩვენზე არ არის ეს თანხა, მაგრამ ირიბა და აისახება, რადგანაც პირდაპირ არის ჩვენ მიმართული, რადგანაც ეს თანხები წამოვა ჩვენსკენ. დღესაც უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, არის რაღაც ფუჩერსული კონტაქტები, აი როგორც საერთაშორისო მყიდველები ისე ადგილობრივი სტემკორს და მეჩელს უნდათ რასაკურ გატანა ირანში, შუა აზიაში, მაგრამ ქართულ ბაზარზეც უკვე ამ თანხებიდან გამომდინარე უნდათ წინასწარ თქვა ჩადონ თანხა მიიღონ ამისთვის რაღაც გარკვეული დისკონტი და დეკემბრიდან დაიწყონ უკვე ჩვენი არმატურის შეძენა. კეთილი, დიდი მადლობა. მადლობთ.